ეხლა ამბობენ რომ რაღაცა დაბნელების კორიდორია. ჩვენ არ გვეტყობა. ჩვენ არ გვეტყობა ეხლა დაბნელების კორიდორი. ჩვენ ნათელსი ვართ ნატუკა. ნამდვილად აი. მაგრამ ვინც დაბნელებულს იმათ გაუნათოთ ჩვენ ეხლა. აი როგორ უნდა გავიარო? აი მარიამი გვეტყვის უკაკიძე კი ბატონო, სულ ესე დილინდილინდილი. ვინც დაბნელებულს შეზიც გერაცვალე გავანათოთ როგორ ძამდები. კარგად, გილოცავთ ახალი სეზონის დაწყება. მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის, სულ ყოველთვის ძალიან სასიხარულო სტუმარი ხარ ჩვენთვის. იმიტომ რომ ძალიან ესე იგი დიდი პოზიტივით მოხტავთ. კი ბატონო იმედებით. აი ხო გვეტყობა ჩვენ რომ დაბნელების კორიდორში გავდივართ მე და ანდრის. მოდი გითხარი ხა ცოტა სერიოზულად და ისე რომ ვისაუბროთ მართლა რაღაცა დაბნელების კორიდორია 21-მდე ხო 21 სექტემბერს ჩათვლით ხო 21-ში ჩვენ მოდით გავიშვერეთ ეხლა რა ხდება ტერმინი დაბნელება ძალიან აშნებთ ხოლმე ხო დაბნელებები ეს არ ნიშნავს რომ რაღაც დაგვიბნელდება თვალში და ასე შემდეგ ხო არა ღმერთმა დაგვიფაროს არა უბრალოდ დაბნელებები ხო ეს წელიწადში ორჯერ ხდება დიახ დაბნელებები ეხლა რომ განვიხილოთ კონკრეტულად მთვარის დაბნელება ხდება, როდესაც დედამიწა მოექცევა მზეს და მთვარეს შორის იდეალურად, ხო გრადუსულად. დიახ. აი შენახა დედამიწა მზე და მთვარე, ახლა ჩვენ შორის ახლა. დიახ. მზის დაბნელება ხდება, როდესაც მთვარე მოექცევა ზუსტად მზეს და დედამიწას შორის. ანუ ასტროლოგიურად და ასტრონომიურადაც არის ძალიან უნიკალური რამ. იმიტომ რომ მთვარეს აქვს იდეალური ფორმა და ზომა, რომ ეს დაბნელებები მოხდეს, ხო? შესაბამისად ეს არის სასწაული პერიოდი. ხო, აი სასწაული ზოგისთვის ნეგატიურად შეიძლება წარიმართოს, ზოგისთვის პოზიტიურად. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაბნელებები არის როგორც ბედობა. ანუ რაც ამ პერიოდში ხდება, ის დაგებედებათ. შესაბამისად, ეხლა თქვენი ცეკვები და სხიარულება ძალიან კარგია. ანუ არ უნდა შეგვეშინდეს, ხო ეს დაბნელებები არის საბედისწერო პერიოდი. ანუ ერთგვარი კოდირება ხდება ამ პერიოდში, რაც მოხდება თქვენ ცხოვრებაში, ან რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, ეს იქნება საბედისწერო, ანუ მერე აღარ შეიცვლება. ეს ამას ნიშნავს და ეს დაბნელებების კორიდორი იგივე დერეფანი დაიწყო სექტემბერში, ანუ 7 სექტემბრიდან 21-ის ჩასვლით გვაქვს ესე იგი ეს დაბნელებების პერიოდი, ხო? ანუ 7-ში გვქონდა ჩვენ მთვარის დაბნელება და სავსე მთვარეობა. ну შედარებით აგრესიული და კონფლიქტურია ხოლმე ასე ითვლება ეს პერიოდი ხო ეს სავსე მთვარეობაც რომ ემთხვევა ხო რა ქალწულის პერიოდი რო არის ახლა ესეც ხო რაღაცა დიახ ანუ ეს დაბნელება ხდება ქალწულის და თევზების ზოდიაქოზე ხო ეხლა ეს ზუსტად ამიხსენით რომ ორი ქალწული მყავს ოჯახში ორი ქალწული ხო ანუ ქალწულებისთვის განსაკუთრებით საბედისწერო და მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდია და თევზებისთვის აი ამ ორ ნიშანს გამოვყოფ ეხლა კი თუმცა რა თქმა უნდა ყველა ნიშანზე ასე თუ ისე გავლენა აქვს ეხლა ცოტა უფრო გასაგებად რომ თქვა ცუდია თუ კარგია საბედისწეროს რას გულისხმობ თუ მათზეა დამოკიდებული მათზეა დამოკიდებული როგორ დააპროგრამებთ როგორი კარმული ვალები და კვირებულები ხო დიახ ანუ მარტივად რომ ვთქვათ ეს პერიოდი არის საბედისწერო მაგრამ საბედისწერო დადებითი კუთხითაც შეიძლება გაჩნია როგორ დავაპროგრამებთ როგორ მოვიქცევით ხო და ნიშნულოვანი ამ პერიოდში მეკითხები ხოლმე რომ აი დაოჯახება თუ შეიძლება ანუ თქვენ თუ გინდათ რომ ფაქტობრივად ჯვარი დაიწეროთ კოსმიურად და კარმულად და ვეღარ განცალკევდეთ ერთმანეთისგან კი ბატონო ჭირშიც და შეყვარებულს ეგუნა პრინციპში ცუდი დრო არ ყოფილა იქნებით ერთად მაგრამ შეიძლება მერე ინანოთ ეს არის უბრალოდ რთული აქ იმიტომ რომ დაბნელებების დერეფანში რასაც ვაკეთებთ მერე შეიძლება ვინანოთ იმიტომ რომ არ შეიცვლება ანუ ფაქტობრივად კოსმიური ბეჭედი დაესმება ამ ყველა ხო მაგრამ დადებითი სინანული როგორ შეიძლება თუ მაგალითად ცეკვა დამებედება ამის სინანული ხო არ მექნება იგივე ალბათ ამ შემთხვევაში დაოჯახებას გულისხმობ ხა ხო შეიძლება რომ ნაჩქარები იყო კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს ამიტომ უმჯობესია რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მაინც არ მიიღო აი მაგალითად ოჯახი რომელსაც წლებია ოჯახი მაგრამ ჯვარი დაწერილი არ აქვს დაიწერეს მაშინ რა თქმა უნდა დაებედებათ ერთმანეთს არიან დაწმუნებულები რა თქმა უნდა რომ ერთმანეთს ჩვენ არ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილება სწრაფი არა ნაჩქარები ემოციებზე არ შეიძლება იმიტომ რომ ნუ მე არ შეიცვლება ეს პერიოდი ხა თუ ადამიანთან ვიჩხუბებ ესე იგი მე სულ ვიჩხუბებ და ვიჩხუბებ შეიძლება დაშორდეთ ერთმანეთს მე ანუ საბედისწერო ჩხუბი იყოს აი ნებისმიერი კამათი თუნდაც მცირედზე ხო წვრილმანზე შეიძლება რომ ფატალურად დასრულდეს ახლა რა კაი რაღაცა თქვა მარიამმა ეს არისო ბედობასავეთო ანუ ჩვენ თვითონ აი ეს დაბნელების კორიდორი სიტყვა გვაშინებს და როგორც დავიბედებთ როგორც დაიბედებთ ჩვენზეა დამოკიდებული არ უნდა შეგვეშინდეს და ეს არის უნიკალური პერიოდი აი ფაქტობრივად აი შეიძლება ვთქვათ რომ აი კოსმიური რაღაცა პორტალი იხსნება ცვლილებები
განულებისთვის, განულებისთვის, აი შეგიძლიათ ამ პერიოდში მოიცილოთ ან მავნეჩვევა, ან რაღაცა ის, რაც არ გინდათ რომ იყოს თქვენ ცხოვრებაში. ვალები თუნდაც, რა თქმა უნდა. სიგარეტი თუ გინდა დაანები უნდა თავი. დაანები, ხო, მართალი ხარ. იცი რა მაინტერესებს? აი ამ დროს არის ხოლმე ხშირად რომ აი სახლიდანაც რაღაცები უნდა გადავყაროთ, ასე ვთქვათ, შევიცვალოთ იმიჯი. ესეც კარგი პერიოდი ამისთვის. ძალიან აქტუალური კითხვა ახლა ზუსტად გახტომაც მაინტერესებს, გახტომაც. თუ დავიკელი 2 კილო, ესე იგი სულ დავიკელე, სულ დავიკელე. 21 სექტემბერს გვაქვს ესე იგი მზის დაბნელება და ახალმთვარეობა. ხო, ეს ქალწულში მოხდება. მზეც და მთვარეც და მაგ დროს უკვე ვენერაც გვექნება. ხო, სიყვარულის და ფინანსების პლანეტა, ანუ ქალწულის ენერგიები იქნება და ეს ქალწული არის კავშირში დაგეგმარებასთან, ქალწული არის გაწმენდასთან, დაალაგებასთან, ხო, აი ყველაფრის დაორგანიზებასთან კავშირში და შესაბამისად ამ დღეს შეგიძლიათ სახლიც დაალაგოთ. დიეტის დაწყობა შეიძლება. ოღონდ საბედისწერო იქნება, მე მიყვებით და მიყვებით. არა, მაშინ არა, მაშინ მე ვიქნები 20 კილო ანუ. ვიწყებ დიეტას საბედისწერო. ბოლოს ნატუკა გვეყოლება, ნატუკა სადა ხარ ეს დიეტა. არაჩვეულებრივი ეს არის. 21 სექტემბრიდან როგორი პერიოდი გვეწყება, ამაზეც ვისაუბროთ და მაყურებელი გავახაროთ. რა თქმა უნდა, შემდგომში უკვე 22-დან შევა მზე სასწორში და სასწორებისთვის კარგი პერიოდი დაიწყება და ტყუპებისთვის და მერწყულებისთვის, ანუ ჰაერის ნიშნებისთვის და ვიცი რომ გაიხართ. რა თქმა უნდა, დიახ. და ნუ გვაქვს ისეთი პერიოდი, რომ უკვე 22-დან მარსიც, ხო, ეს ბრძოლის პლანეტა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სასწორში გვქონდა და ცოტა მოიტანა აი პარტნიორულ ურთიერთობებში დაძაბულობები, რაღაც გაურკვევლობები, ამან ეს მოიტანა და შევა მორიელში და აი რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიელებისთვისაც უფრო აქტიური პერიოდი, თევზებისთვის, კირჩხიბებისთვის, ანუ წყლის სტიქიისთვის, ხო? და მარსი მორიელში გვეხმარება ეს ძლიერი მდებარეობაა, რომ ჩვენ უფრო მიზანდასახულები გავხდეთ, აი რაღაცები ვიბრძოლოთ, აი ეს ბრძოლის ენერგიები შემოაქვს. უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ ეს სწორედ მივმართოთ, ანუ არა განადგურებაში, არამედ რაღაცა ახლის შექმნაში. აი ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ, ცოტას დაუბრუნდები უკან. და პირდაპირ ესმით, მაგალითად, აბსოლუტური რაღაც ანალიზის გარეშე ეს კორიდორი, დაბნელების კორიდორი და ძალიან სრულწმენაა უკვე. ხო, და აი ნახეთ, დათრგუნულები არიან. ხო, რაღაც სხვანაირად უყურებენ. მათ ცოტა შეუმსუბუქოთ ეს ამბავი. როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან? ანუ როგორ დაიწყონ სხვანაირად შეხედვა ამ პრობლემურ სიტუაციაზე? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ გაიაზროთ რომ დაბნელებები არ არის მაინც ცუდი პერიოდი. უბრალოდ საფრთხილო პერიოდია, რომ ბედობასავით არის. ანუ რას დაიბედებთ ამ პერიოდში? ნერვიულობას, დეპრესიას, ნუ ესე იგი ასე წარიმართება შემდგომში ეს დიახ, შემდეგ დაბნელებებამდე. პრინციპში მათზე არის დამოკიდებული. ახლა თქვა კიდეც, რა, როდესაც დაბნელების კორიდორის სიტყვა არ ნიშნავს იმას, რომ ხო და აი მარტივია სიბნელეში მივდივართ კი არა, არამედ ჩათვალე რომ ბედობის პერიოდია და რასაც დაიბედებ. ჩვენ ცეკვა დავიბედეთ, რაღაცა დადებითი ემოციები, კარგი სტუმრები, ხო, და უშათ იგივე ეთერის კარგად დაწყება. ამიტომ აი ამაზე უნდა გავამახვილოთ ალბათ ყურადღება, ხო? ხო, დადების პოზიტივი. ფოკუსირება გავაკეთოთ ამაზე და არის რაღაცები, რომელზეც უბრალოდ განა შევიწყოთ. დავიწყოთ რამე მნიშვნელოვანი ისეთი გადაწყვეტილებები. ეს მე მგონი სწორად გავიგე, ხო? დიახ. და სწრაფი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, ეს არის თავი. იმიტომ შეიძლება ინანონ ემოციას არ აყვეთ, ხო? სერიოზული წამოწყებებიც არ ვარგა, იმიტომ რომ მაინც ისეთი პერიოდია, რომ აი მე რომ არ გამოვიდეს, არ მოგეწონოთ, ნუ ამიტომ პრინციპში ისეთი მშვიდი პერიოდად შეგვიძლია ჩვენ თვითონ მშვიდად გავიაროთ და შევეცადოთ დადებითი ემოციები. ხომ არის კიდე სხვა ზოდიაქოს ნიშნები, ჩვენ ვილაპარაკეთ ხარ რამოდენიმეზე. იმათაც შეიძლება რამე ინფორმაცია რომ მივაწოდოთ რომ გავაფრთხილოთ თუ გასაფრთხილებლები არიან. დიახ, რა თქმა უნდა. ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ქალწულებისთვის უფრო საბედისწერო პერიოდია და თევზებისთვის, მაგრამ ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ვისთვის არის კარგი პერიოდი, ეხლა კირჩხიბისთვის კარგი პერიოდია მაგალითად. ქალწულისთვის მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს დაბნელებები, მზე გვაქვს ქალწულში და ნუ შეიძლება ვთქვათ, რომ ენერგიულად სავსე არიან, ხო, მზის ენერგია მათ ანათებს. ამავდროულად კარგი პერიოდია ეხლა თხისრქებისთვისაც, ყურვებისთვისაც, ხო, მიწის სტიქიის პერიოდია ეხლა 22-მდე. ამიტომ ამ ნიშნებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ კარგი პერიოდია. ლომებისთვის? ლომებისთვის ძალიან კარგი პერიოდია ფინანსურად და პირადის კუთხით, ოღონდ 19-მდე, აი 19-ში უკვე ქალწულში შევა. და აი ქალწულებს დაეწყებათ უკვე ფინანსურად შედარებით კარგი პერიოდი. და მედიკინთან ვიზიტი, კოსმეტოლოგთან ვიზიტი. აი ეს
პერიოდი, სადაც ინიექციები შეიძლება იყოს, ოპერაციები. სადამდე შევიკავოთ თავი? გასაგებია რომ 21-მდე, ხო? 22-მდე, ან 21-ის ჩაცვლით ჯობია შევიკავოთ. იმიტომ რომ ეხლა ხშირად ხდება ხოლმე, ხო, რა, რაღაცა არ წავიდა კარგად. ნუ მაინც ოპერაცია არის ყოველთვის რისკი, ნებისმიერი ოპერაცია, თუნდაც მცირედი. ამიტომ უმჯობესია ოპერაციები თუ არ არის საგანგაშო და თუ სასწრაფოდ გასაკეთებელი არ არის, უმჯობესია ნუ დაბნელების მერე გავიკეთოთ. პროცედურებით ჯობია. დეკემბრამდე, ანუ ახალ წლამდე ჩვენ კიდევ თუ გველის მსგავსი დაბნელების კორიდორი. არა, ეს არის ბოლო დაბნელება ამ წელს. მორჩა, ეს არის ბოლო დაბნელება. თუმცა მერკურის რეტროგრადულობა 1 გვაქვს ნოემბერში და ბარემ გაგაფრთხილებთ ამაზეც. აი, რას ნიშნავს რეტროგრადულობა? ედრა გავაკეთოთ. ხო, რეტროგრადულობა ეს არის, როდესაც ჩვენ ვბრუნდებით წარსულში. ანუ გვაქვს ნოსტალგიები, ან შეიძლება რაღაცა სიტუაციები დაბრუნდეს წარსულიდან, ან ხალხი დაბრუნდეს წარსულიდან იმ შემთხვევაში რაღაცა ვალი თუ გვაქვს. ან ჩვენ მათი, ან მათ ჩვენ. ხო, მაგ შემთხვევაში ბრუნდებიან, ანუ ყოველთვის არ ბრუნდებიან, ხო? ეს გვექნება 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით. მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში არის რაღაცა მისკომუნიკაცია, რომ აი ვერ აგებიებენ ადამიანები ერთმანეთს სწორედ რას გულისხმობენ. დისბალანსია ხო მაგ მხრივ. ამიტომ ტექნიკა ჭედავს, ფუჭდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, არის ინტერნეტის პრობლემა, კომუნიკაციის პრობლემა. როგორ გავფრთხილდეთ? კი, შეიძლება. რომ გაანათოს. ანუ რა არ გავაკეთოთ. ტექნიკის შეძენა არ ვარგა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე იმდენად მუშა, შეიძლება გაფუჭდეს მერე, ამიტომ ტექნიკა არ შევიძინოს ჯობია. მაგ პერიოდში კი, მოლაპარაკებებიც თუ საჩქარო არ არის, ჯობია არ ვაწარმოოთ, დოკუმენტებზე ხელის მოწერაც არ ვარგა, ნუ მოგზაურობაც არ ვარგა, იმიტომ რომ რაღაცა ხარვეზებია ხოლმე შემდგომში. ან აგვიანდება, თან შეიძლება დარჩეს დოკუმენტი და ხშირი кейსი მაქვს. ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ვფიქრობ, კითხვაც ლოგიკური იქნება. ამ წელს გავატანთ ყველაფერს ცუდს. იმიტომ რომ 9-იანი არის და 0-დან ვიწყებთ, ხო? გავატანთ აუცილებლად, იმიტომ რომ 2026 წლიდან უკვე ეს ერთიანის ენერგიები რო შემოდის, ციფრი ერთიანი ნუმეროლოგიაში არის ძალიან ძლიერი ციფრი, რომელიც გვეხმარება რომ ახალ ეპოქაში შევიდეთ, ახალ 9 წლიან ეპოქაში. ამიტომ დატოვეთ ყველაფერი ნეგატიური ამ წელს. საკმაოდ დაძაბული წელი ვქონდა ჯამში, იმიტომ რომ მაინც ბევრი კონფლიქტი დაპირისპირება იყო, მაგრამ ცოტაც დარჩა ამ წლის ბოლომდე, ცოტაც დარჩა. მანამდე კიდე ერთხელ მოვა აუცილებლად მარიამი და ესე იგი ვფიქრობ, რომ დღევანდელი კორიდორი კი არა და დერეფანი გავიარეთ არაჩვეულებრივ. ძალიან კარგად დაიბედეთ. საერთოდ მითად აღმოაჩინეთ აი ეს ამბავი, საერთოდ. ძალიან დიდი მადლობა მარიამ. ყოველთვის პოზიტიური ხარ და სასწაულად გვაწვდი ინფორმაციას. ზუსტად ვიგებთ და ჩემთვის ეს ძალიან კარგია. მადლობა, ძალიან კარგი გოგო ხარ. რა ვქნათ, ორ შაბათამდე უნდა დავიმშვიდობოთ. ვიყვარხართ ორ შაბათში. ორ შაბათამდე, ბედნიერი შაბათი.